არ ვფიქრობ ხოლმე რომ ჩემს ავტოპორტრეტს ხატავ, უფრო ვფიქრობ რომ ჩემს საკუთარი 100%-იანი ჩემს საკუთარ ცხოვრებაზე ვყვები. მე ვფიქრობ რომ ჩემს სახეს ვიყენებ როგორც თითქოს როგორც მსახიობი ფილმში თამაშობს. ყოველთვის რა თქმა უნდა ჩემი რაღაც ემოციური სიტუაცია იმ დროს არის ერთ-ერთი ნაწილი ამ ყოველთვის ჩემ ქცნობიერი გამომჟღავნების ამ ჩემი გზნობების. ანუ თქვენ როგორც ბრძანეთ თქვენს შემოქმედებაში გარემო დიდ როლს თამაშობს და გარკვეული გარემო პირობები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეტად ხაზგასმულად იყენებთ ქართული ტრადიციული სუფრის სიმბოლიკას. არ ვიცი, იქნება ეს ყანწები, შემწვარი გოჭები, იარაღი და თითქოს ასევე ამავდროულად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ აბათილებთ მათ. თქვენი ფერწერა, პატივისცემა ამ კულტურისადმი, თუ უფრო მეტად კრიტიკა მისი პატრიარქალური ბუნების გამო? მე ვფიქრობ, რომ ორივე თქვათ საზოგადოებრივ როცა ვარ, ყოველთვის ყველას უყვები რომ აი საქართველოში როგორ სვამენ და ყანწებით და რაღაცეთი კომპლიმენტით ყვები ამას ყველაფერს რომ აი საქართველოში რას შეგვიძლია რამდენი წინა დალიო ალკოჰოლის არავინ არ დაგიძახებს, იმიტომ რომ ჩვენთან ღვინის კულტურა და მე ყანწი რომელთანაც თუ დაგვიანებული სტუმარი ხარ ძალიან დიდი ყანწით უნდა დალიო რაც და ამითი რაღაც ხანდახან ეცინებათ ხოლმე და მოსწონთ კიდევაც ხოდა შორის ყველა იცის საქართველოს უნდა გადავსახლდეო რაღაც ეგეთი ის არის. ხო, სად ხარ? კაი, გამოვით. საათ ნახევარია. აუ რა ვქნა, ძალიან დიდი ხანი ველოდე ამ ხალხს ჩემ გული არა. რატო სულ რატო ველოდები? ნუ მე ვთხოვე ხამ რატო თხოვე? რატო ხოიცი უნდა წავიდე? არა, მინდოდა ამ სიუჟეტს გაკეთება და იმიტომ ვთხოვე, რა ვქნა? რა უნდა ქნა და ერთხელ უნდა იფიქრო ჩვენ. კაი, წავედით რა ძალიან დავიღალე. ვერ წავალ. რატო? რაღაცა დუღებს მანქანა, დიღომში უნდა წავიდეთ, უნდა გავაკეთოთ და კონდიციონერს უნდა ვიყიდოთ. მეუნები ერთი კვირა. ნახე შენ რამე კონდიციონერი? ნახე ბექასთან 800 ლარი. არ მაქვს მე თოში ვერ მოგცემ რეფერს. ლიას უნდა. აბა შემდეგ თვეში რაღაც გვინდა. ლიას უნდა მივცე ფული, რა ვქნა? რა ვქნა და ვიждდებით მაშინ სიცხეში ისევ ესე. ვიждდე სიცხეში რა. სალამი. გაბარჯობა. შენ რას კითხულობ? სოციალная ფსიქოლოგია. არ გაგიკონ. აი მე ხალხა როგორც ხელა. საში. თან კონდიციონერი გამიფუჭდა სახლში. ჰელი ღამე არ მეწინა. ალო. კი, ეხლავე. ნია, მოდი. აჯიკი მოდი. ყალი ხო არ გინდა? კი თუ შეიძლება. აშვები აბა მითხარი მოკლედ. აი, დავამთავრეთ თითქმის მონტაჟი მე და ლუკამ. მე მგონი ძალიან კარგი სიუჟეტი გამოდის. კი, რაღაც დეტალები თითქოს დაგვაკლდა, მაგრამ მონტაჟის დროს როგორც შევხედეთ, მე მგონი ყველაფერი გვაქვს და რამდენი ეხლა რა მაინტერესებს უფრო მეტად. კი არა, რა მინდა რომ გითხარ, რატო დაგიძახე? გახსოვს რომ გითხარი ერთხელ სიუჟეტი გვინდა თქო სოფელზე. მალტური. გახსოვს ვილაპარაკეთ, რა პატარა 10 წუთიანი სიუჟეტია მეთქი. ხო და ველაპარაკე იმ დღეს ლიას და გადავწყვიტეთ რომ შენ გაგიშვათ მაგ სიუჟეტის გასაკეთებლად. ხო? შვენიერი, კი ბატონო. შვენიერია მართლა, ძალიან გაგისწორდება ჩემი აზრით. 3 დღით წახვალთ, შენ ლუკა ზურა და ხო ანუ დაისვენებთან, გადაიღებ ხუჩაბას რო გავუშვათ რა, საღამოს გამოშვებაში. ის თემა რა არის? თემა არ მithქვს, ხო.
თემა არის მოკლედ ეგეთი ამბავი რა. სამინისტრომ ჩადო ძალიან ბევრი ფული წინა წელს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ხო და გვინდა ეხლა რომ შენ წახვიდე, უბრალოდ ჩვენ გვინდა შენი დახმარებით, რომ ანახოთ როგორ უადვილებს ეს ყველაფერი ცხოვრებას ადგილობრივ მოსახლეობას რა. და თავარი არის რომ კეთდება რაღაცა საქმე რა. ხო. ანუ ნერვიულობ ცოტა. არა, მე ვერ ისა აი ყოლა მითხარი? ვერ გავიგე, მე ხო კულტურას ვარ ხოლმე და ხო ვერ დავაკავშირე რა მე რა მუსიკალური სკოლა ხო არ არის ან თეატრი ან ხო არ ეხება პირდაპირ. მუსიკალური სკოლა შუაში ანუ იცი მარტივად რო თქვა ხელშეკრულებაში ვარ კულტურა. მე გეუბნები მიწერია კულტურა. რა გიწერია რაღაცნაირად ვიცი ალბათ. ხო გეუბნები რომ მინდა რომ გაგიშვით როგორ შუქდება ეს ამბები. ძალიან ცხელა ეხა რომ იმას რაღაცა ორ ხმაში ვილაპარაკოთ და ის გეუბნები გიშვებ შენ რომ გადაიღო სიუჟეტი. 3000 ლარი არის ჰონორარი. რა გავაკეთო მე ცოტა უმადურობაში ნუ გადაგივარ. აი 3000 ლარი არის ჰონორარი. ბონუსი იქნება? 3000 ლარი იქნება ჰონორარი, ხო გესმის ეს? წინადადება ასნაც ნიშნავს. ამდენით რომ მართლა არა, მაგრამ გეუბნები. ხო, გასაგები ყო, გასაგები. მოვედი. მოკლედ იქნო. აი რაღაცები ამოვიტანე არ ვიცი და შეაწყვეთ რა მე მეცი ვარ შევაწყვე რა შევა რა ნერვიულებს და აი რა ეწევა სიგარეტი და გავგიჟდო რაღაც იმილია რატო ჭამა აჭამა კი არა მაღაზე და ჩუბი მაკიდე რა უნდა ჭამოს ხო მაიცა რა დოქტორებს მე ეს ხო მე რა ვქნა გამერიცხე 1.50 ლარი არ მოგფული გეხვეწები ჩამერიცხე რა თქოს ძალიან მომახვირებ ხო არ მაგთქო ფული რა გავაკეთე ძალიან ცოტა 50 ლარი რა თქინდა 50 ლარი რა 40 მიდი რა კაი ხო რაღაცა ჩაგერიცხო და დე რა შვები გაგსიცხე მე ახალებს გავიტანე აი კარგი რა დილით გავედი და არ გქონდა ეს დადათა რა არის რამდენი მოგიწევია თან ლოგინში არ შეიძლება არ მინდა მაღაზე ლაპარაკი გადაყარეთ ერთი წამი მომისმინე ერთი წამი მომისმინე შენ მომისმინე ეგ არის ჩემი ერთადერთი სიამოვნება გავიგე ვეწეოდი ვეწევი და მოვწევ გავიგე მაგრამ ცოტა ხანი არ უნდა მოწიო ექიმა ხო გითხრა იყო მოსული დღეს გიყურეთ ეთერში ვერე ისეთი ლამაზი არის ეს შენი ვარსკვლავები თვალი და ისეთი ისინი რესპონდენტი ხო სტუმრები ის მხატვარი ვინ არის ეს ბიჭი? ძალიან მაგარი ბიჭია. და ახალგაზრდა და კარგად ლაპარაკობ და ძალიან მაგარი. ყველაფერი დაალაგებულად, არსობრივად, სიღრმისეულად. აი გავგი შენ ძალიან კარგი კითხვებს უსვამდი. არ გახსოვს აქ რამდენი ხანი იმუშავებდი, მუშაობდი მაგაზე გიჟივით რო ვიყავი ამ კითხვებზე. რა ვექიმა ეგ მითხარი რა? ხო და რა არის ეს? აი მითხარი რა. მოიხოცე გადააგდე, მოიხოცე გადააგდე. მითხარი რაო ექიმა? ჩვენ ვებია ჩემის ის მქონდა, ჩვენ დროს მაშინ ჯერ კიდევ იყო ნაჭრის ხვირსახოცები. აი ესეთი მაქმანები მქონდა, ისეთი ლამაზი იყო რაღაცა. ეხლა სიცხე გაქვს. ეხლა სიცხე გაქვს. არ მაქვს. რაო ექიმა? ყველაფერი არის ნორმალურად. საფერფლე გამოვიტანე გავსებული სიკვდილი. მოაწევინებ რა საძინებელში არ შეიძლება. ვანერვიულებს მოკლედ ეს ხალი რაღაც შემილია რა. გიჟგევარ უკვე რა.
ვერ გამაგებინა მამით, რომ წამალი შემიცვალო. ჯანზე რომ მოვავო. ხო. ისევ თერაპია დავიწყოთ. იქნება ნახოთ რა რას უშველის თერაპია რა. რა შედეგი გამოიღებს. ნახოთ რა. იქნება. არ მინდოდა შენთვის მეთქვა, მაგრამ სხვაგდა არ მქონდა რა. გოჩარბა ჩემ მეგობარ ხო იცი? ხო. მაგასთან ვიყავი, მე და არ მისულიყავი რა. როგორ ვეხმარებოდი, როგორი ჭუმპი დამყავს ამოთრეული რა ადამიანი რა, და არ მოიდგინე რა. და არ მეგონა რომ უარს მეტყოდა რა. ფულზე ვიყავი რა. რა ფულს რატო დადიხარ ფულზე სხვა ადამიანებთან? ჩემი ვეცადე არ მინდა კაცო, ხო არ გავჭედი ვარ, ჯერ დავაკეთებ, ხო? ჩემი ვეცადე, მაგრამ ნუ არ გამიგე. კაი, ეცადე არ გამოვიდა. მაგ გაფრეში ხელფას რო ვიღებ, გადავიხდიან თერაპიას თუ წამოს. როგორ ხარ? სალგე კიდე შენი ქმარის ადარდებელი გამიხდა რა, მოკლედ რა. რამდენი 6 თვია ხო არ მუშაობს და კიდე ეს ხელი მოიტეხა კიდე და გაზენ უნერვი. მოკლედ რა, მინდა ვწევლა ესე არ ვიცი რა. კაი, მომისმინე, ეს პროდუქტები შედემათ სევარში. ჩანთები დავტოვოთ ხო ჯერ? ხო, დავტოვოთ და ჯერ შეხვდით არა რაჭობია. დაურეკავე ხა, მოდი რა დავჭდეთ ცოტა ხანია მო. დავჭდით. აი ჭდილში არ გნებავ თქვენ? ალო, გამარჯობა. მე ნია ვარ, ტევე საქართველოდან გირეკავთ, უნდა გაებთ. დიახ, იცით, ჩამოვედით ჩვენ უკვე მალტურში. დიახ, ჩამოვედით და თქვენ როცა გვეტყვით, შეგვიძლია შეგხვდეთ და გავიაროთ ხო რაღაც. კი ბატონო. კარგი. გამარჯობა. მადლობა. როგორ ახართ? კარგად, თავად როგორ ძანდება? რა მიშავ ჩემი მოადგილის მანქანით მოვედი, მაგრამ ყველგან მოვალია. ხო კარგად იმგზავრეთ, მომძამით. საქმე, როგორ არის საქმე და როგორ მივყვეთ ჩვენს საქმიანობას. თამარ, ხო არის თუ შემოგალი? მადლობთ. ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად ძალიან დიდი თანხები ჩაიდო მალტურის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. და რაც მთავარია, მეგობრებო, ჩვენმა სამსახურმა, მერიის სამსახურმა, იმუშავა ძალიან ბევრი ამ საკითხზე. გავხსენით ახალი პარკები. სკოლა გავარემონტით. ავიყვანეთ წყალი ზემო სოფლებში, სადაც ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდათ. ვაკეთებთ რეაბილიტაციას სტადიონისა და ცოტა ხანში დაიწყება მისიის. ამას წინათ ივლისის თვეში დაახლოებით მინისტრის იყო ჩამოსული და შეგვაქო ესეთი კარგი ინფრასტრუქტურა რო განვითარდა ჩვენს ქალაქში. და ამას ყველაფერს ერთად ძალიან ლამაზი სახელი მოუფიქრა ჩვენმა პიარ მენეჯერმა, ქალაქის პიარ მენეჯერმა, ქალბატონმა თამარმა, რომელსაც ახლა თვითონ მოგახსენებთ. მალტური 2025 მომავლის ქალაქი. მომავლის ქალაქი. მალტური 2025 მომავლის ქალაქი. გამარჯობათ. ანუ შემეძლება ხო ამიტომ? კი, აუცილებლად. ბავშვებსაც ნახავთ, ბავშვებსაც გაესაუბრებით, პედაგოგსაც გაესაუბრებით და რა თქმა უნდა, გაკვეთილის პროცესში ვიქნებით. როგორ ახარ, ჩამოგარგო? მადლობა, გენაცვალე, ხო ხარ, კარგად? ოჯახში ხო კარგად? მადლობა, შემოგევლე. გენაცვალე. რამე ხო არ გინდა ჩვენ? არა, მადლობა. გაიხარეთ. ბატონო გიორგი, როგორ ახართ?
როგორ ახარ გაგონგე? კარგად ხო ხარ, კარგად. კი, ხუთი. სახში კარგად. კი, ოჯახში კარგად. კი, გენაცვალეთ, გენაცვალეთ. დახმარება რომ მეთქოლეთის კარგად ავარ. შენ შემოგიოდი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. გამარჯობათ. გამარჯობა, გამარჯობა, ჩემო კარგო. ხო ხარ, კარგად, გენაცვალეთ. გაიხარეთ. გაიხარეთ. სკოლისას რო შევიდით. ლეთ თქვენ ძალიან უყარხართ. კი, კი. ეს არის სკოლა, ხო? კი, ეს არის სკოლა და ეხლა ფილები ეხლა ჩამოვიტანეთ. ხო ხედავთ როგორ რეაბილიტაცია მიდის და ახლა მოვალში ალბათ ერთ ორ შაბათ, სამ შაბათიდან უკვე მოიხსნება ეს ძველი ფილები და დაიგება ახალი ფილა, რა. მიან. ვიცი, რამინდა ეს თხოვო, შინაურულად მინდა ერთ რამე გთხოვო რა. მარტო ეს კლასი მინდა გადავიღო და ეს კლასი გაშუქთის რა. ხო, სადაც ახლა გაკვეთილი მიმდინარეობს. რა მარტო ამ კლასის გაკეთება მოვასწარეთ. ჩვენ ვიცოდით რომ თლიანი სკოლა უნდა არა, გადაგიღოთ ნუ და დასრულებულია. ეს კლასია მარტო გაკეთებული და ლუკა ხო თუ არ თქვენს ისე გავაკეთოთ რომ ლამაზად შევფუთოთ ყველაფერი რა. ისეთ დეტალებს გადავღებ, რაც არის უკვე მზად. ხო, მადლობა. აი ეს მინდოდა მეთქვა რა. აქ შესასვლელშიც იყო, ხო? მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს სკოლაში, სადაც 6 თვის განმავლობაში მიდიოდა სარემონტო სამუშაოები და წარმატებით დასრულდა. გამარჯობა, ქალბატონო ლია. გამარჯობა, ქალბატონი მზია. უკაცრავად სულ მავიწყდება ხოლმე თქვენი სახელი მაპატიეთ სიბერის ბრალია. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, ბავშვებო. გამარჯობა. ქალბატონო მზია, რო გეუნებოდი თბილისიდან სტუმრებს ველოდები, ჩვენი ჟურნალისტები, ჩვენი მეგობრები ჩამოვზარდნენ. ჩვენ გვაქვს ბუნების გაკვეთილი და ჩემმა ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ თქვენთვის მოამზადონ სიცოცხლის დაფა. მე მგონი სასიამოვნო იქნება სანახავად. აბა, ჩემი ყოჩაღები, მოდი. აბა ერთი როგორ საჩუქარს მივართმეთ ჩვენ სტუმრებს. თან გითხარი რას ხატა? მზე, რა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლის წყარო. მზე. დიდება უფალს რომ გვაქვს. ეს ყველაფერი თქვენ ასწავლეთ ქალბატონო მზია. რა თქმა უნდა და თავად ძალიან ბევრი რამე თქვენი სანა პედაგოგია ჩვენს ქალაქში. მადლობა. მადლობა ჩემო კარგო, შემდეგი. აბა, რას დაგვიხატავ? ხუჭუჭა ხე. რა თქმა უნდა, ესეც ცოცხალი. უღრმესი მადლობა. დაგძანდი? მადლობა. აბა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაიხარეთ, მადლობა თქვენ. კარგად ბავშვებო, კარგად ვისწავლეთ. ხომ არ გდითხანს? არა. ბუდიშსი. დიდი მადლობა. ხო, ქალბატონო მზია, თუ შეიძლება თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, რამდენი ხანია ასწავლეთ ამ სკოლაში და ზოგადად სკოლაზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მე გახლავართ მზია გაბიდაური, მალტურის სკოლაში უკვე თითქმის 32 წელია ვმუშაობ. მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი წინსვლა გვაქვს, სკოლა საკმაოდ ძლიერია. მართალია ბავშვთა რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან მზია, ხომ გთხოვეთ, ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურაზეა სიუჟეტი და შენობებისა და გზების რეაბილიტაციაზე რო ვისაუბროთ. დიახ, ამაზეც გეტყვით, რომ მთავრობიდან გამოიყო გარკვეული თანხები, საკმაოდ სერიოზული, რომელიც დაიხარჯა ჩვენი სკოლის რეაბილიტაციაში და მადლობას ვიხდით, რომ ეს მასწავლებლების კლასები ისა და სამასწავლებლო გარემონტდა და ნაწილობრივ რასნიშნავს ნაწილობრივ ქალბატონო მზია. გარემონტდა კლასები, გარემონტდა სამასწავლებლო, გარემონტდა სპორტ დარბაზი, ეზო გალამაზდა და ნაწილობრივ მე მგონი რაღაც ძალიან ისეთი თქმულია. მოდი რა, ერთი წამი შევალ, რაღაც დამრჩა მე მგონი. 2 წუთში გამოვალ. დამელოდები? სამანქანაში ჩავდი. 2 წუთი მინდა. კაი, მიდი, ჩადე. კაი.
ლუკა. ისვენებ. ხო, შუაბანაობის დროს გვის მექნა რა ქვია, წყალი გამიცივდა. ქონდა შენ ცხელი? კი, მეც ეგრე მივიდა. რა აქ მეც რას უნდა ელოდო. სირცხვილია რა იმენა. ძალიან პეხავს. დაიკიდე რა. შენ ახლა ისე უყურებ ცოტა, მაინც პირველი შეხება არის რა პოლიტიკურ თემაზე და დაიკიდე, ნელ-ნელა მიეჩვევ, ჯერ სათხარი იმდენ ესეთ არასამართლიანობას ნახავ რა. ეს ლევანი კიდე კაი ტიპი არის შედარებით, ცოტა რაღაცა ხადაობს მაინც, მაგრამ ტიპები ისეთები არიან, რომ ცხოვრება შეგაზიზღებენ საერთოდ. რთულია, მაგრამ ეჩვევ. მეთქონ დაიკიდე, სხვა შემთხვევაში საერთოდ უნდა დაანებო მაშინ ყველაფერს თავი და უნდა წახვიდე. არ გამოდის. გამარჯობა. აბა, გასვედებ. მოგლეთ. აი ეს განათების ბოძები ჩამოვიტანე ბელგიიდან რა. ეს განათება ხო, ეს განათების ბოძები, აი შეხედე, როგორი ინტერიერით არის. ხო, ეს გზაზე დავიდა. ხო, და ძალიან ლამაზია, მაგრამ შესყიდვებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რა, არასწორი კაბელები შეისყიდა, ამის გამო ის განთავისუფლდა სამსახურიდან და ეხლა ახალი კაბელები ჩამოვა და დაახლოებით თვენახევარში სრული რეაბილიტაცია წავა ბოლომდე ამ გზის რა. და ესე ვართ ჯერჯერობით გაჩერებულები, მაგრამ უბრალოდ გადაიღე ისე რომ აი ლამპიონი სადაც ნაგავიდგას და რა ის ლამპიონი გადაიღე. ზემოთ ამ მხარე გადაიღე. ხო, რა ეს ზედა მხარე და აი შეგვიძლია ჩაყოლების ვარიანტი გადავიღოთ რა. ხო, ესე კიდევ. ხო. მადლობას გიხდი ამისათვის. რა არის იცი? ის ვარიანტი გავაკეთოთ, რომ უკვე სამუშაოები დაწყებულია და მიმდინარეობს. აი ვარიანტი გავაკეთოთ რა. კი ბატონო, მაშინ ეს ძველი ალბათ არ უნდა გამოაჩინა. ძველი არ უნდა გამოაჩინა, ხო ლუკა, და აი გამოაჩინა ეს ახლები რა. ხო, ნაგავი არ გამომიჩინო რა. არა. უბრალოდ ახლო გატრსავიდეთ. არა, არ არის საჭირო. ეს ახალი ბაზარი ვაჩვენო ჩვენ როცა გაგეთქება რა. გამოჯვია. რაც შეეხება ჩვენ პროექტებს, შევიყვანეთ წყალი ზემო სოფლებში, ხდება ლამპიონების გამოცვლა და ნელ-ნელა ეტაპობრივად მივყვებით ჩვენ საქმიანობას, რომ მალტური 2025 იყოს ძალიან ლამაზი, განათებული და ბრწყინვალე ქალაქი ყველასათვის. მადლობა ბატონო ლევან, რომ გითხრათ დაახლოებით რა თანხებთან გვაქვს საქმე, რამდენი ლარი დაიხარჯა მალტურის განვითარებისთვის. ხო, ეხლა აქ ჭრა გავაკეთოთ ლუკა, იმიტომ რომ ამ თანხებთან ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს და ძალიან იცით არ ვიცი, ქალბატონელია მითხრა რაღაც ეს თანხები საჭიროა, რომ და აუცილებლად ჩავსვათ, მაგრამ ჩვენ ბუღალტერს დაურეკოთ. და ბუღალტერი მოვა და საქმეს სულში ჩაგვაყენებს თავიდან. კი, იმიტომ რომ მითხრა ქალბატონმა მე როგორც მიცილია თქვა, რომ ხო, ეს ზუსტად იყოს ეს. მადლობა და კი აუცილებლად არავითარი პრობლემა არ არის. არა, ან დაურეკავთ, ან მოვიყვანთ და ყველაფერს გაგაკეთებთ. არ არის არავითარი. მაშინ დაველოდოთ. კი ბატონო, დაველოდოთ. დროები დავისვანოთ, ხო? ჩამოვიძეთ და დავწყეთ ჩვენი ხედებით.
ვარსკვლავი აგეფიცები ყველაფერს რა. ეს თემებიც როგორ ნია მართლა ძალიან ლამაზად ხარ. ნია, ჩაიცვი რა. ჩაიცვი შვილი ერთხელ მაღალზე. სულ რაღაცა ბოტასი. ეს აროჭკაც იცი როგორ გიხდება. აი ეს მელოდი ტიპი ვინ არის? ეს მერია. ეს ადგილი იცანი მოიცა მერი. ეს რომელი ადგილია? ნაგავი რო ეღარა რა ნაგავწიდა ხალხი და ნახე დავწერია ხილი რო უმეტენიათ იყო იქ რა. შვენი რად არის გაკეთებული? ეს გჯერათ ხო აქ რაც გადის ყველაფერს თქვი. გუგა, მე რასაც ვუყურებ, იმის მჯერა. ეს არ არის სკვერი, სკვერია. აჰა, აი სკოლაც. შვენივრად არის გარემონტებული. და რამდენი კაცი ეტევა? რამდენი უნდა ეტეოდა საქმე, მაინც პატარა სკოლა და ბევრი ხალხი არ დადის. აჰა, აგე მოედანიც კიდე, სავარჯიშო. ალამაზია რა შვენიერი. არა. რამდენი რამე გაკეთდა, კაცო? ამას ყველაფერს ხო დანახვა უნდა რა. Thank you.